ირაკლი ოქროაშვილს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა საუბარია საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობაზე. ბრალდება ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას. თევნა ხუბულავა პირდაპირ ეთერში გვიერთდება ახლა ამ თემის დეტალებით, მისგან უფრო მეც მოვისმენთ. თევნა, გისმენთ. თევნა, პირდაპირ ეთერში ხარ. ირაკლი ოქროაშვილი თბილისის პროკურატურაში იმყოფებოდა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. ის მთავარ საგამოძიებო უწყებაში მოვიდა მის ადვოკატთან ერთად და მას უკვე ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. ეს არის 349 მუხლის სისხლის სამართლის კოდექსის 349 მუხლი, რაც გულისხმობს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და როგორც აღნიშნე, ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1 წლით ან ასევე ჯარიმით. 28 მარტს იყო თავდაცვითყოფილი მინისტრი დაბარებული პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში, როგორც მისმა ადვოკატმა მედიასთან განმარტა სატელეფონო წერილში, რომელიც ოქროაშვილმა მიიღო. საუბარი იყო იმაზე, რომ მას 2004-2006 წლის მოვლენებთან დაკავშირებით უნდა გაეცა კითხვებზე პასუხი კომისიის, აი ამ საგამოძიებო კომისიის ხდომის ფარგლებში, თუმცა მან უარი განაცხადა ამ ფორმატში მონაწილეობის მიღებაზე, რის შემდეგაც უკვე პროცედურულად თავად საგამოძიებო კომისია მიმართა მთავარ საგამოძიებო უწყებას. ის ჯერ დაიბარეს გამოკითხვაზე, რაზეც მან ასევე უარი განაცხადა და ისარგებლა იმ უფლებით, რომ კითხვები გაეცა მაგისტრი მოსამართლის წინაშე და უკვე ამის შემდეგ გადმოინაცვლა ამ პროცესმა თბილისის პროკურატურაში, სადაც მას ოფიციალურად უკვე წარუდგინეს ბრალი. თავად ირაკლი ოქროაშვილმაც გააკეთა განმარტება მედიასთან. მან თქვა, რომ ეს საგამოძიებო კომისია მისთვის არის ფარსი და ვიდრე ახალგაზრდები და მათ შორის, როგორც მან განმარტა, მზია ამაღლობელი არიან დაკავებულები და დაპატიმრებულები, არავინ არ უნდა გამოცხადდეს ამ კომისიის ხდომაზე. რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება მედიასთან ირაკლი ოქროაშვილმა. ასევე სამართლებრივი განმარტებაც გააკეთა მისმა ადვოკატმა. მან განმარტა, რომ მხოლოდ სატელეფონო შეტყობინება ჰქონდა ირაკლი ოქროაშვილს მიღებული, სადაც თანდართული იყო თია წულუკიანის სახელი და თუ კი მას ექნებოდა ოფიციალური წერილი უშუალოდ დროებითი საგამოძიებო კომისიის მხრიდან, მაშინ მას უკვე სამართლებრივად ადმინისტრაციული წესით ამის გასაჩივრების შესაძლებლობაც ექნებოდა. თავად თია წულუკიანის კომისიის თავმჯდომარეს წინა კვირას ჰქონდა გაკეთებული განმარტება, გახსოვთ, სადაც ის ამბობდა, რომ სატელეფონო შეტყობინებაც მიიღო ირაკლი ოქროაშვილმა და ასევე მას კურიერმა წერილი გაუგზავნა, თუმცა მან ეს ოფიციალური წერილი, როგორც კომისიის თავმჯდომარე აცხადებდა, არ ჩაუბარებია უпростоრედ. ახლა უკვე შემდგომი სამართლებრივი პროცედურები საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს, სადაც მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ და ირაკლი ოქროაშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ თუ კი გადავხედავთ არსებულ პრაქტიკას, მის შემთხვევაშიც გირაო იქნება გამოყენებული. არავის არ აქვს არანაირი მორალური უფლება, არანაირი არგუმენტებით გამოცხადდეს იმ მასკარაძე და იმეგრეთ წოდებული კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისე როგორც საქართველოს არყავს პარლამენტი. ეს არის ჩემი პოზიცია. ბავშვობიდან მასწავლებდნენ, რომ ხარება დღეს, ჩიტიც კი არ ეკეთებს ბუდეს. მაგრამ როგორც ჩანს, ამ შენობაში და ზოგადად ხელისუფლებაში სხვა კალენდრით მუშაობენ და მათთვის უცხოა ეს ყველაფერი, ამიტომ სწრაფი წესით წარმოიდგინეს ბრალი. იმედი მაქვს ბადრი ჯაფარაძისგან და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით პატარა ფასდაკლებას გამეკეთებ. ოქროაშვილმა დაკითხვისას ძალიან ცალსახად განმარტა, რომ წულუკიანის ხელმოწერა არ არის დამავალდებულებელი დოკუმენტი, ეს უნდა ყოფილიყო კომისიის გადაწყვეტილება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოსი, ასეთი გადაწყვეტილება მას დღემდე არ ჩაბარებია, რომლის გასაჩივრების უფლებაც აქვს ადმინისტრაციული წესი და შეიძლება სასამართლოს საერთოდ გაეუქმებინა. თუმცა თავისი პოზიცია ნათლად გამოხატა იმ მიზეზების გამო, რატომ არ მივიდოდა, რომ ჩაბარებოდა ეს დოკუმენტი. დაიკითხა მაგისტრი მოსამართლის წინაშე, ეს ყველაფერი დააფიქსირა იქ, დღეს ახლა სტანდარტული პროცედურაა ბრალი, მერე გადავალთ სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებაზე სავარაუდოდ, ალბათ ისე გირაო იქნება. საგამოძიებო კომისიისადმი დაუმორჩილებლობა, ეს არის 349 მუხლი, რაც გულისხმობს ან ჯარიმას ან 1 წლის თავისუფლების აღკვეთას. უკვე ოფიციალურად აქვს ირაკლი ოქროაშვილს ამ მუხლით ბრალი წარდგენილი და ან დღეს ან ხვალ ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია ამაზე არ გვაქვს. უკვე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. მადლობა თევნა ხუბულავა პირდაპირ ეთერში გვერდებოდა.